კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვაგრძელებ საუბარს იქიდან, სადაც შევჩერდი. საქმე იმაშია, რომ 15 წუთში ვერ ჩავეტიე. საერთოდ უფრო ცოტა დროს ვანდომებ, ძალიან ცოტა დროს ვანდომებ მე ამ ბიტკოინების მოპოვებას, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობ, დიდი დრო მიაქვს ლაპარაკს და ამიტომ ახალს გაჩერებული ვარ. ხედავთ და ამიტომ ვერ ჩავეტიეთ. ძალიან სწრაფად გროვდება. მინდა გითხრათ, ეხლა მე გავჩერდი ამ საიტზე 38 დამერიცხა და ეხლა მე გიჩვენებთ სად წავიდა ეს 38 სატოში. როგორც გითხარით, ხაუსეთ ბოქსში. ეხლა მე ამას გადავტვირთ, 38 სატოში ხო იყო 26 წუთის წინ და ეხლა თქვენს თვალწინ რომ გავაკეთე, ისიც ხედავთ მეორე 38 12 წუთის წინ მოვიდა. რამდენსაც გავაკეთებთ, ეს უმკანი ერთ წუთში ერთხელ კეთდება. ეხლა ამ წუთასაც შემიძლია აგერ თქვენს თვალწინ გავაკეთო. მინდა გითხრათ, რომ ეს რეკლამები გამოდის და არ შეგაშინოთ და გამოვიდა რეკლამა, გამოვდეთ მაშინ. იმ წუთში გამოვდეთ რეკლამა და არასოდეს არ დარეგისტრირდეთ გამოსული რეკლამიდან, იმიტომ რომ ჯერეთ იქნებით თუ სპონსოროთ. სპონსორი რამე შეკითხვა თუ გექნებათ, ვერაფერს ვერ გაარკვევთ, ვერ გააკეთებთ და მეორეც ეგეთი ძალიან ბევრი ტყუილი რეკლამა გამოდის და ნუ ენდობით ყველას და ყველაფერს. მე არ გეუბნებით, რომ აუცილებლად ჩემი ლინკი დარეგისტრირდეთ, თუმცა თუ ჩემი რეფერალები იქნებით, მე ყველანაირად ვეხმარებით ჩემ რეფერალებს, მინდა გითხრათ და ამიტომ ეხლა ხედავთ სხვანაირი გამოდის. რაღაცა საიტები გამოდის, კაპჩებია, საკრებია, მან არ შეგაშინოთ. თვითონ გეუბნებათ რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა გააკეთოთ, continue, ვაჭერ continue. თვითონ გვიხსნის რა უნდა გავაკეთოთ. ძალიან იოლია, როდესაც პირველად შეიძლება რაღაცა ჩინური ანბანი მოგეჩვენოთ, მაგრამ მეც ძალიან იოლია ეს კაპჩების აკრეფა. აკრეფე კაპჩა და ახლა უკვე გადავდივარ, ეხლა კიდე ისევ დამერიცხება. დამერიცხა 34 ამჯერად. ეხლა მე თუ შევალჩილ ხაუსეთ კაპში და ნახეთ. 34 მოვიდა. ხედავ? just now. ეხლა მოვიდა ამ წუთასო. მე ხაუსეთ გამოვთავ, ამასაც გამოვთავ. კიდევ ვიმეორებ, ეს ერთ წუთში ერთხელ არის. ძალიან კარგი უმკანია. ძალიან ბევრი გროვდება, უამრავი. შეიძლება ჯეკპოტსაც მოვარტყა, ჯეკპოტი იზრდება და შემდეგ ვიღაცა იგებს რასაკვირველია, მე არ მომიდი, არ მაქვს მაგის ბედი, რომ იტყვიან, აქ 10 თვეში დაგიგროვდება და ახალი სერია იწყება, რომ იტყვიან, მე მეორე საფეხურზე ვარ, ამ საფეხურზე, მეორე საფეხურზე კიდევ 25 მორწყვა დამრჩა, ასე ვთქვა და შემდეგ უკვე გადავალ მეცხრე საფეხურზე და ასე შემდეგ. ყოველ ერთ წუთში ერთხელ ამას ვაკეთებ, სხვა რაღაცას გავაკეთებ, მოუბრუნდები, ამას ვაკეთებ. სხვა რაღაცას მოუბრუნდები, ამას გავაკეთებ. ამასაც გამოვხდა ჯერჯერობით რომ არ გადავტვირთო და ახლა მინდა გიჩვენოთ ჩემი საფულე. ბლოკჩეინი, რომელიც რომ გთხოვეთ აუცილებლად პირველ რიგში ეს იხსნება. აქ მოძებნით თქვენს სამართს, რომ დარეგისტრირდებით, ამას დააკოპირებთ და შეძლეთ ყველა საიტზე ამ სამართს ჩასვათ. ყოველ ჯერზე სხვადასხვა მისამართი გამოდის, უკვე მისამართი რაც გამოვიდა, მე ისა ჩემი ვალუტი და იქ ვაგზავნეს უყოლეს, ეს უბრალოდ გადარიცხვის დროს დაგჭირდეთ ამ მისამართს ჩაწერთ. 16 დოლარი აქ არის სულ ხედავ ტრანზაქციები, სულ ყველა გადმოსულია სხვა საიტებიდან, უამრავ ისტორიაში რომ შევიდე, არ შევდები ამაზე, ტრანზაქციები გადმოდის, წერია დოლარი ის ბიტკოინის კურსი, ამათ რატომღაც 704 აქვს, იკლებს, ხან იმატებს, ამას ვერ გაიგებთ, რო იტყვია, ყოველ შემთხვევაში, ცოტა ხნის წინ მაგალითად 2300 იყო, რამდენად იმატებს და თან იკლებს. ყველა თქვენი დაგროვილი სატოში უნდა გადმოვიდეს აქ და ყველა სატოში იქცევა დოლარად. აქ რომ რაღაც კაპუნა ვთქვათ, უკვე მეუბნება, ეს 0.01 ბიტკოინი რამდენია, 27 ცენტი, დოლარი 56, 2 დოლარი და 2 ცენტი და შემდეგ გადმოდის და ესე ხდება. მე გამოვა ჩემი საფულე და ამასაც გამოვთავ. ამას და ეხლა მინდა გაჩვენოთ კიდევ ერთი ძალიან კარგი უმკანი, ეს დოჯიკოინების, ხო, მინდა დოჯიკოინების ცალკე საფული აქვს, გაჩვენებთ ამ საფულესაც, ეს საფულეც აუცილებლად უნდა დაარეგისტრიროთ, გქონდეთ ეს საფულეც აუცილებლად, იმიტომ რომ დოჯები აქ გადმოდის, ესე გამოიყურება, ესე შედიხართ აქედან და აქ აგროვებთ დოჯიკოინებს, ესე შევავლებთ და გაჩვენებთ.
გროვდება დოჯი კოინები. აი, ახლა 18,919 დოჯი მაქვს მოგროვილი. 18,000 ძალიან ბევრი არ არის, მინდა გითხრათ, აი 16,000 დოჯი გამოტანილი მაქვს. რა თქმა უნდა, არ გამოვიტანდი და ეხლა მექნებოდა უამრავი დოჯი, მაგრამ გამოვიტანე და მჭირდა რაღაცაზე და მოიმატა უცებ, მაშინ 40 ცენტი იყო 1000 დოჯი, ახლა 1000 დოჯი გეტყვით რამდენია, ცოტა მოიკლა ამ ბოლო დროს, აი აქაც აი ზუსტად CPU-ის ის არის, აი 1000 დოჯი ახლა $1.68. მაშინ როდესაც მე გამოვიტანე 1000 დოჯი 40 ცენტი იყო თუ 15 აღარ მახსოვს, ძალიან ბევრი ხოლმე დაგროვილი და აი ეხლა ის უმთავრეს რა თქმა უნდა უფრო მეტი დამჭირდა და გამოვიტანე. რაღაც საიტისთვის დამატებისთვის დამჭირდა. ესეც ჩაიწერეთ, ამისი პაროლი და ყველაფერი ჩაიწერეთ, თუმცა დაამახსოვრებინეთ, მაგრამ ჩაწერილი აუცილებლად მოხდეთ. აი ეს არის თქვენი დოჯი მისამართი, თქვენი დოჯის საფულის მისამართი და როდესაც დარეგისტრირდებით დოჯი უკანებში, აი ამ მისამართს მიუთითებთ, ასეთ მისამართს მიუთითებთ, აქედანაც გამოვა თქვენის მიმართულებით. აი ეს არის არაჩვეულებრივი დოჯების ძალიან კარგი ონკანი, ერთ დოჯს იძლევა თითოეულ შესვლაზე, აი ეს ავკერდი კაპჩა, და ერთი დოჯი კოინი მოიცა. ხედავთ? აქ წერია რეგულ და ასე შემდეგ, აი 161,75,000 ეს არის ჩემი რეფერალების მიერ გაკეთებული, საიდანაც რაღაცა პროცენტები ამოდის. ანუ 1,000 და 100 დოჯიები. კიდევ მეორე ძალიან ცოტაა, რა თქმა უნდა, ერთი დოჯი ხო წარმოიდგინეთ 1000 დოჯი $1.60 ერთი დოჯი არაფერი არ არის, მაგრამ 15 წუთში ახლა შევდივარ და ამასაც აი ჩაიგო ტაიმერი 14:39 წუთის მერე შევა კიდე გავაკეთებ. ძალიან ცოტაა სატოშები, რასაც გვაძლევენ ყველაფერი, მაგრამ მარტო ერთზე რომ მივუშაოთ ან ორ საიტზე, ხო? რა თქმა უნდა ცოტაა, მაგრამ უამრავ საიტზე როცა მუშაობ, დროდება, ნამდვილად დროდება ემდებ ჩემს გამოცდილებას და მე ყველას გირჩევთ, რომ აი ეს გააკეთოთ, უფასოა, აბსოლუტურად უფასო, ხო? Free. ვინმე რამეს გჩვენით, გააკეთეთ და ყველად ეცით მე ძალიან მიყვარს იმ ხალხს, ვინც შედიან ინტერნეტში და თამაშობენ რაღაც სასწაულებს, იმ ძროხებს ზრდიან და იქ ბალახებს უყრიან და ასე. ვინმე გიხდით ხალხებს, გააკეთეთ ესა და ფული გექნება დროიტყვიან. ამასობაში აი აქაც მომიწია უკვე გაკეთება, მაგრამ მინდა რომ სხვა საიტებიც გაჩვენოთ, აი აქაც უკვე გავიდე გასულია დრო და ამასაც გავაკეთებ, დრო არ დავკარგოთ. არ გამოვტოვოთ ასე ვთქვათ, 5,000-ია გატანა, უკვე 10,000-ზე მეტი მაქვს, 5,000-ია გატანა და გავიტან მერე ზეფეთმეთში. ყოველ დღე გატანა, მაგრამ ეხლა შეიცვალა რაღაც და დროებით თხოვეს რომ 31-მდე დავხუროთ გატანაო, თორე ეს ყოველ დღე შეიძლება ამის გატანა, დღეში რამოდენიმეჯერაც ხედავთ უკვე დამერიცხა. გაკეთებულია უკვე და მეუბნება რომ აი 5 წუთში ერთხელ არის 5-4 წუთი და 47 წამი დარჩა და შემდეგ გავაკეთებ. ამასობაში ამის კრანების დრო არ მოვიდა, მაგრამ სამაგიეროდ სინქრონიზატორი აი გავუშვი, ხედავ 100 სატოში დამერიცხა, ხედავ გავაგზავნებ შემდეგი დაშვებისთვის, უბრალოდ ჩავწერა და არ ვქურავ. 5 წუთში შევალამას და ისევ გავაკეთებ. ესეც გავაკეთებ 15 წუთიანი დოჯიები, შემდეგ რას ვაკეთებ? აი ორი საუკეთესო ონკანი მაქვს, აი აქ მაქვს უამრავი ონკანი ხალხო. მაგრამ ეხლა საუკეთესოებს გიჩვენებ. ორი საუკეთესო ონკანი მაქვს, რომელზეც ასევე ჩაწერილი მაქვს ვიდეო და გირჩევთ ყველას რომ ეს რეკლამებია, რომელსაც ყველა საიტებზე შეხვდებით ამ რეკლამებს, ამ რეკლამებმა არ შეგაშინოთ, ჩავწერეთ ჩემი მისამართი. ამაკრეფინებს ამის ვიდეოც დევს ჩემ არხზე, ამ ოკანების ვიდეო, ესენი არის ყოველ 5 წუთში ერთხელ, აი ხა 65 სატოში მაძლევს, კლაინ, ვეუბნები, საკრეფია, ზოგჯერ ეს არის, ზოგჯერ ესეთი კაპჩა გამოდის, ზოგჯერ ესეთი კაპჩა გამოდის, სხვადასხვანაირი კაპჩებია, ამ წუთას გამოვიდა ასაკრეფი კაპჩა.
და აი ეს სახეობების შორაფები ჯონი დეპი, ბრედ პიტი და კიანუ რივზი. და მეცხრე 65 სატოში შემდეგ 60 გექნებაო, 5 წუთის შემდეგ 60 სატოში დაგერიცხებაო მეუბნება, მაგაც აქაც არის საჩუქრები, ბონუსი, აი ეგრე ბონუსი. გამოვიდა, აი ნახეთ ამ რეკლამებით ცხოვრობენ ესენი, აი ეს რეკლამა უცელი გამოვიდა, რომელსაც გამოვთავ, ისევ დავაჭერ ბონუსის საჩუქრის კურსს, ასე ვთქვათ. და ეხლა 1 წამში, 5 წამში ბონუსი დამერიცხება. და ეგ ბონუს და 20 სატოშიც დამერიცხებ ბონუსიდან. გამოვხდეს. გადავდივარ შემდეგზე. ზუსტად ასეთი ონკანია. აი ვორდი ესეც ჩაწერილი მაქვს, ჩემ არხზე ამასაც იპოვეთ. ყოველში პირველად შესვლის დროს აუცილებლად მოგთხოვთ თქვენი მისამართის ჩაწერას, თუ თქვენი ბიტკოინ მისამართი არ გიწერიათ, იქ გაკეთებას აზრი არ აქვს. ფაოსეთში შევიდოთ, აი ასე. შეიძლება კიდევ ვერ მოვასწრებ ყველაფრის გაკეთება და რა თქმა უნდა ვერ მოვასწრებ ყველაფერს, მაგრამ რაღაცა მაინც გადმოგეცით, როგორ ვაკეთებ და როგორ სწრაფად შეიძლება გაკეთება. მე ახლა ლაპარაკობ კიდევ ვიმეორებ და მიტომ ცოტა შეფერხებულია სისწრაფე, მაგრამ აი თქვენსაც გააკეთებთ, ამას უფრო სწრაფად გააკეთებთ, რა თქმა უნდა და როდესაც დრო გექნებათ, ყოველ წუთას მიეჯაჭვდა, რა თქმა უნდა, ყოველ წუთას ოჯახი მაქვს, ვერ ვზივარ ყოველ წუთას საქმე, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც კომპიუტერზე ვხდები, მეტი არ ვთამაშობ, ვაკეთებ. აი 65 სატოში აქაც დამერიცხა, აი აქაც არის საჩუქარი, აქ ბონუსები, აქაც არის ყოველ ნახევარ საათში ახლა გვაძლევენ ბონუსებს, მინდა გითხრათ. ასე, აქაც გამოვიდივარ და ადრე აი ეს რეკლამა, ამას გამოვთავ, რა თქმა უნდა. და აი ახლა ბონუსს დამერიცხება და აქაც დავამთავრებ მუშაობა. დამთავრდა. შემდეგი რომელიც მინდა გითხრათ, აი ძალიან კარგი ონკანია, ესეც ვირჩევთ და რეგისტრირებთ ამის ბონუს ბიტკოინი. დარეგისტრირებით ახაც, აი 45,193 სატოში მაქვს უკვე ახაც დაგროვილი და აი აქ ჩამოდიხართ ქვემოთ და აი აქ არის კაპჩა ასაკრები. და მინდა გაგაფრთხილოთ, რომ როდესაც შედიხართ აი ამ საიტებზე, ონკანების საიტებზე, ონკანები ცხოვრობენ, რო იყვნენ აი ამ რეკლამებით. ხედავთ, რამდენი რეკლამებია. მაგრამ ეს რეკლამები მისთვის კი არ არის აუცილებლად ყველგან დარეგისტრირება გააკეთებთ. გადახედეთ, გადმოხედეთ, მაგრამ არ გირჩევთ დარეგისტრირებას. აი გადამიყვანა, აი ნახეთ, ხო ავკრიფე კაპჩა, მაგრამ ისევ ახალი რეკლამა გამომიგდო. და კიდევ არ მომცა სატოშები, ახლიდან ვიღებ კაპჩას, აი ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე, რომ ძალიან ხშირად ხდება, იმისათვის რომ ჩაეთვალოთ ამათ, აი ნანახია უკვე მათი რეკლამები, აი 36 სატოში დამერიცხა. დღის ბოლოსთვის 5%-ს კიდე დამატებით მირიცხავ. მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი სატოშების 5%-ს გარდა ამისა, სატოში მირიცხება რეფერალებიდანაც. მოაგროვეთ, გადაიტანეთ და აი ასე თამაშთან შეიძლება უამრავი მოაგროვეთ. ეს შეიძლება გადაიღალეთ კიდევაც ძალიან ბევრი დიდი ინფორმაცია, ასე ვთქვით, მაგრამ არის კიდე მაქვს აი ეს მაგალითად ამის ლინკსაც დავდებ. აქ ყოველ დღე უნდა შეხვიდეთ აუცილებლად, ერთხელ მაინც უნდა შეხვიდეთ დღეში, იმიტომ რომ აქ არის ლოიალობის კოეფიციენტი. ანუ პროცენტები და 100%-ს რომ მივახცევ, უკვე რაც დამერიცხება კაპჩის საკრეფით, ხო, ერთი იმდენი კიდევ დამერიცხება. გარდა ამისა, კიდევ მაქვს მეორე ასეთი აი აქ ვიჩვენებ ბიტკოინსია. ესენიც აი ეს არის 20 წუთიანი, ეს აქ როგორცაც აირჩევთ ისეთია, აქ შევდივარ 20 წუთში ერთხელ. კაპჩა ასაკრეფის შესვლაზე, მაგრამ დღე არ უნდა ჩააგდოთ. თუ ჩააგდებთ დღეს, აი დაგროვილი პროცენტებს დაკარგავთ. ამიტომ ვცდილობ ყოველ დღე შევიდე ერთხელ მაინც და გავაკეთო. იმიტომ ძალიან ბევრჯერ დავკარგე, მოხდა ისე რომ შევედი, აი 11% მაქვს
ძალიან ბევრჯერ ავედი 60%-ზე ავედი ერთხელ და ისიც დავკარგი ის პროცენტები,